მოგესალმებით, უკვე ლაივში ვართ მშობლის კიბრის, დაველოდოთ რამოდენიმე წამით ალბათ, რომ შემოგვიერთდეს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი და დავიწყებთ ჩვენს ლაივს მორიგო სესიას, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ სერვისებს, კერძოდ დღევანდელი ჩვენი დღის თემა იქნება დამხმარე საშუალებები. გამარჯობათ, ვიწყებთ ჩვენს ლაივს თემაზე დამხმარე საშუალებები. ჩვენი დღევანდელი დღის სტუმრები არიან მარიამ გარაყანიძე და დეა ერემაშვილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, თემის წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და აღნიშნულ თემაზე სურვილ ზაფიქსირებისთვის რომ ჩართულიყავით. მინდა პატარა შეჯამება გავუკეთო ჩვენ გასული რამოდენიმე კვირის ლაივ სესიას, რომელიც ასევე მოიცავდა ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სოციალურ სერვისებს, როგორიც იყო ადრეული განვითარება, იყო რეაბილიტაციის პროგრამა, დღის ცენტრების პროგრამა და დღეს უკვე ვსაუბრობთ დამხმარე საშუალებებზე. ყველა სხვა ლაივ თემებთან შედარებით, ასე ვთქვათ, და განსხვავებით, ამ თემას მაინც განსხვავებული, ასე ვთქვათ, ნიშა უკავია ჩემთვის. იმიტომ რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ვსაუბრობდით რეაბილიტაციის ტიპის, ასე ვთქვათ, სერვისებზე, თერაპიებზე, რომელიც მიზანი არის, რა თქმა უნდა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა, მაგრამ თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობითაც ხშირად განმარტებულია როგორც კორექციის ტიპის აქტივობები და ეს ქვეპროგრამა, რომელსაც დღეს განვიხილავთ დამხმარე საშუალებები, განსხვავდება თავისი ხედვით იმ თემატიკიდან განსხვავებით, რაც დავფარეთ, მარტო იმიტომ, რომ რეალურად არ ახდენს რაღაც კონკრეტული ტიპის თერაპიას ჩარევას, არამედ ადამიანს, რა ვიცი, ღებულობს ისეც, როგორიც არის და სთავაზობს მას სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს, რომელიც გახდის ადამიანს უფრო მეტად დამოუკიდებელს. რამოდენიმე ქვეპროგრამას აერთიანებს დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამა, თავად დიდი. თქვენის ნებართვით ჩამოვთვლი ამას, რომ იცოდეს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა თუ რა ტიპის პროგრამებზე ვისაუბრებთ დღეს. შემდგომ უფრო განვაკეთებ ზოგად აღწერას, თუ რა საბუთებია საჭირო ძირითადად აღნიშნულ პროგრამაში მოსახვედრად და ბუნებრივია ჩვენი ექსპერტები მარიამი და დია წარმოადგენენ უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე არსებულ რეალობას. მარიამიც და დიაც, ასე ვთქვათ, გაგვიზიარებს როგორც პერსონალურ თავის გამოცდილებას, ასევე რეგიონულ სპეციფიკას. დია წარმოადგენს აჭარის რეგიონს და აქ კიდევ უფრო შეიძლება სხვანაირად იყოს დამხმარე საშუალებების პროგრამა წარმოდგენილი და მარიამი წარმოადგენს ოზურგეთის, კერძოდ ზოგადად გურიის მუნიციპალიტეტს და აქ აღნიშნული პროგრამების, ასე ვთქვათ, განხორციელება შეიძლება ცოტა კიდევ განსხვავებული სპეციფიკით ხორციელდებოდეს, ხო? როდესაც ვსაუბრობთ დამხმარე საშუალებების პროგრამაზე, კერძოდ სახელმწიფოს პროგრამების ქვეშ მოიაზრება 7 სხვადასხვა ქვეპროგრამა და ეს არის ეტლების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, აქ შედის როგორც მექანიკური ეტლები, ასევე სპეციალიზირებული ეტლები, პედიატრიული ეტლები, კერძოდ აბაზანია და საპირფარეშოს დამხმარე სკამით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, საპროთეზო ორთოპედიული საშუალებები, სმენის აპარატის უზრუნველყოფის კომპონენტი და ქვეპროგრამა, ყრუ და სმენის არ მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე სმარტფონებით უზრუნველყოფის კომპონენტი, ყავარჯნებით, ხელჯოხებით და უსინათლოთა ხელჯოხებით გადასადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი და უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი. ეს არის 7 ქვეპროგრამა, რომელიც აერთიანებს ამ დიდ პროგრამას დამხმარე საშუალებებს და ზოგადი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ზოგადი კრიტერიუმები იმ საბუთების ჩამონათვალისა, რომ მოხვდეთ აღნიშნულ პროგრამაში, არის შემდეგი.
სტანდარტულად მეორეობა მზრუნველობის ორგანოს სახელზე იწერება ადგილზე განცხადება და რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, რიგი ქტე-პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება რიგი ცვლილებები იყოს, მაგრამ სტანდარტულად ესეთია საბუთები, რაც მოგეთხოვებათ. ეს არის მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რა თქმა უნდა, თუ კი ის 18 წლამდე არის წარმოდგენილი, თუ კი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბუნებრივია მისი, ასე ვთქვათ, მის დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს, თუმცა რიგ პროგრამებს 3 წლამდე ამის ვალდებულება არ აქვს და შეიძლება თუ თქვენი შვილის ასაკი 3 წლამდე ამ საბუთის წარდგენის ვალდებულება არ გქონდეთ, თუ კი იღებთ მონაწილეობას, ასე ვთქვათ, ამ პროგრამებში მოგეთხოვნება ძირითადად ფორმა 52, თუმცა თუ კი საუბრობთ მაგალითად მექანიკურ ეტლებზე, იქ ფორმა 100-იც კი შეიძლება მიიღოთ აღნიშნული მომსახურება, კერძოდ დამხმარე საშუალება ეტლი, ხო? და თანდართული რიგ პროგრამებს აქვს მოთხოვნა ფორმა 100-ის დადასტურება, იმ შემთხვევაში თუ კი რაღაც ფორმა 52 არის დიდი ხნის უკან აღებული და ვთქვათ, აქ სპეციფიურად არ არის დაზუსტებული თუ რა ტიპის, თუ რა ტიპის საჭიროება გაქვთ და კონკრეტულად რა ტიპის დამხმარე საშუალებას ეძებს სერვისის მიმღები, ხო? ყველა სხვა, ასე ვთქვათ, ზოგადი ჩამონათვალი ამ საბუთების ადგილზევე ხდება მისვლა, დაწერა განცხადება მეორეობა მზრუნველობის ორგანოს სახელზე და შემდგომ უკვე ხდება ვაუჩერის სახით, ასე ვთქვათ, ამ სერვისის მიღება და გვაქვს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ალბათ ლიმიტირებული ადგილები სერვის პროვაიდერების, სადაც ხდება აღნიშნული დამხმარე საშუალებების გაცემა, მორგება ან უზრუნველყოფა. შესაბამისად, ეს არის მოკლე ინფორმაცია ჩვენს დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამასთან დაკავშირებით. უფრო დეტალურ ინფორმაციას თუ ესე ვთქვათ, რა ბარიერები შეიძლება შეექმნათ ადამიანებს, ვინც ეძებენ, ასე ვთქვათ, ამ დამხმარე საშუალებების პროგრამაში მოხვედრას, გაგვიზიარებენ უკვე ჩვენი მოწვეული სტუმრები. და გთხოვთ დეა ან მარიამ, ვისაც სურვილი გვაქვს, რომ დავაფიქსიროთ თქვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რა ბარიერები შეიძლება გქონდეს სერვისის მიმღებს, ვიდრე თქვათ აიღებს ამ საბუთებს, ან მოაგროვებს, ან რომ მოაგროვებს და ვიდრე საერთოდ ჩაერთვება აღნიშნულ სერვისში. მოგესალმებით. ჩვენ რადგან აჭარას ბოდიში აჭარის წარმოვადგენთ ცოტა განსხვავებული სპეციფიკა გვაქვს, იმიტომ რომ მინდა დავწერა და საზოგადოებას უთხრათ, რომ აჭარის ჯანდაცვაც ახორციელებს დამხმარე საშუალებების პროგრამას ორი პროგრამის ფარგლებში. ეს არის გადაადგილების საშუალებები, სადაც არის მექანიკური, ელექტრო და პედიატრიული ეტლები და სხვა დამხმარე საშუალებები, სადაც არის პაციენტის სამედიცინო ამწე, საწოლი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, ჟანგბადის კონცენტრატი და კიდევ სხვა. ანუ ამით ფაქტიურად აჭარის რეგიონში მცხოვრები შშმ პირები ცოტა პრივილეგირებულები არიან დაუშვათ სხვა შშმ პირებისგან. მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი მაგალითად ხელჯოხის ასმენის აპარატებიც არის აჭარაში, მაგრამ ანუ განსხვავება არის ის, რომ აჭარაში აღებული ისმენის აპარატით პროვაიდერიც აჭარაში გემსახურება და ეს პლუსია, ესე ვთქვათ. პრობლემა ძირითადად რეგიონში რა ექნება? სერვისის მიღების დროს თუნდაც არ ეხება ეს ეტლებს, იმიტომ რომ ეტლები ცოტა სხვა რეგულაციით ხორციელდება და ადგილზე მიტანა აქვს შშმ პირს, მაგრამ ხელჯოხის აღების დროს, სმენის აპარატის აღების დროს და სხვა დამხმარე საშუალებების აღების დროს უწევს თბილისში ჩასვლა რეგიონიდან, რაც ზედმეტ ხარჯთან არის დამოკიდებული და ხშირად მაგალითად ხელჯოხის შემთხვევაში იმდენად მიზერულია მისი თანხა, რომ არ უღირს ბენეფიციარს თბილისამდე ჩასვლა და აღება. ეს ერთ-ერთი ბარიერი არის, გამოც არ სარგებლობენ. პლუს არის ძალიან დიდი რიგი. ანუ ეტლი თუ გაგიფუჭდა და ცენტრალური პროგრამით სარგებლობს, შეიძლება რამდენიმე თვე 7-8 თვე დაგჭირდეს ლოდინი, რომ ახალი ვაუჩერი აიღო. ესეც პრობლემას უქმნის, რაც თავშეთ არ ხდება აჭარის შემთხვევაში, იმიტომ რომ ფაქტიურად იმავე კვირას იღებ ვაუჩერს თუ არის ამის თანხა, ესე ვთქვათ, არსებული პროგრამაში.
მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც თავშოთ არ ხარ ინფორმირებული და არ გაქვს თუნდაც ჩვენ არ აქტივისტებთან შეხება და სრულიად ახალი ხარ ამ სფეროში, ძალიან ბევრ კაბინეტში შესვლა გიწევს ნებისმიერი პროგრამის სარგებლობის დროს, რომ რეალურად გაიგო ინფორმაცია თუ რა დოკუმენტი გჭირდება, რა საბუთი გჭირდება, იმიტომ რომ ეშლებათ ეს ხშირად და ეს ეხება ყველა პროგრამას სამწუხაროდ, ანუ ბევრი ადამიანი, რომელსაც სჭირდება გადამისამართება და დაკვალიანება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი სერვისების დროს ადამიანმა ერთ სივრცეში მიიღოს ერთ ფანჯარაში ყველა ცნობა, პასუხი, იმიტომ რომ ხშირი შემთხვევა, აი მაგალითად მე მიფიქრია იმას, რომ ადამიანს თუ დავუშვათ სჭირდება ეტლი, იმას შეიძლება დაჭირდეს პაციენტის სამედიცინო ამწეროცე კვადრიპლეგია აქვს, შეიძლება დაჭირდეს სპეცოლოგი და ხო შეიძლება ადამიანს მიაწოდონ პირდაპირ ეგ ინფორმაცია, რომ სამჯერ კი არ უნდა ირბინოს საბუთზე ერთხელ მივიდეს და მიიღოს მისთვის ყველა საჭირო სერვისი ერთ ადგილას. ანუ call center-ებშიც არის პრობლემა ხოლმე, ანუ რამდენი ახალი ოპერატორი შეგხვდება, შეიძლება სხვანაირად გითხრას პასუხი ეგეც უთქვამთ ჩემთვის, ანუ მე ძირითადად ვცდილობ რომ დავაკვალიანო და ანუ ჩემი საქმიანობის სფერო ზუსტად ის არის, რომ აი ეს ერთი ფრანჯრის პრინციპი გამოვიყენო და ადამიანს არ მოუწიოს ზედმეტი დავშვათ მწვალება, თუმცა ყველაზე მეტად რაც დამხმარე საშუალებებს აკლია, მაინც გონივრული სადაგების პრინციპია ჩემის აზრით და მაინც დამხმარე საშუალება ზუსტად ის არის, რაც დამოუკიდებელ ცხოვრებაში გვიწყობს ხელს და მაქსიმალურად მეტად მორგებული უნდა იყოს, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ საქართველოში რა. ეს არის რაც მადლობა დია. მარიამ, თქვენ მხრიდან ამას ხომ არ დაამატებდით ამ მიმართულებით, რაც ბარიერებს შეეხება? დიახ. თქვენი ხმა არ ისმის, მარიამ, რა ვიცი თუ ჩემთან აი ახლა ისმის გასწორდა, ნახეთ. მოგესალმებით. თქვენი ისმის ჩემი ხმა. კი, იდენტური პრობლემები რა თქმა უნდა, გურის რეგიონში განსაკუთრებით გამოვყოფდი ინფორმაციის ნაკლებობას, ხშირ შემთხვევაში შევშემპირებმა არ იციან და არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას, თუ როგორ შეუძლიათ ამა თუ იმ სერვისში ჩართვა და ზოგადად რა სერვისებს მოიცავს ის. ასევე ვლინდება ფინანსური ბარიერებიც, ესეც უნდა იყოს აღნიშნული, რადგან ზოგჯერ სერვისის მისაღებად საჭირო პროცედურები დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეს დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორიც იყოს. ასევე ვიტყვი ფიზიკური და ინფრასტრუქტურული ბარიერის შესახებ, მაგალითად, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ესეჭიროება აი მაგალითად ეტლი და მან უნდა ჩააბაროს ეს დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოს რომ მიიღოს ეტლი, თუ ფიზიკურად არ ფლობს ეს ამ დამხმარე საშუალებას როგორ შეაქციოს, ხო? როგორ მივიდეს იმ სერვისის მიმღებ ორგანომდე, ხო? ესეც გასათვალისწინებელია და ვეთანხმები დიას აბსოლუტურად გონივრული მისადაგება ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას. ამით დავასრულებ და შემდეგ კიდევ სხვა. მადლობა, მარიამ, მეც მოდი ასე ვთქვათ, თქვენ რაც გააჟღერეთ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი შეჯამებული სახით პრობლემებს, რაც ეხება დამხმარე საშუალებებს, პროგრამაში მოხვედრამდე. დიანა, ბოდიში ერთს დავამატებ, რომ ხშირად ორი წყვილი, სადაც სჭირდებათ, აი მაგალითად ორთეზებს ეხება და კიდევ მსმენელს აპარატებს, ეშლებათ და ერთ კომპლექსს უგზავნიან, რაც დამატებით ხარჯს უჩენს მომხმარებელს და დისკომფორტს უქმნის ბენეფიციარს, როდესაც სჭირდება ორი წყვილი დამხმარე საშუალებით. ანუ ხშირია ასეთი შემთხვევებიც რა. კი ბატონო, ესეც მოვინიშნეთ და თან გავაგრძელებ ზუსტად რაც თქვენ ბარიერები დაასახელეთ, ამის საპასუხოდ თქვათ სახელმწიფოდან რა გვაქვს სიახლეები, ხო? რაც დაასახელა დია და მარიამ რეალურად ეხებოდა ერთი ის, რომ გეოგრაფიული დაფარვა იმ პროვაიდერების, რომლებიც აწვდიან აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში სერვის არის ძალიან მწირე და უფრო კონცენტრირებულია, მოდი ასე ვთქვათ, დიდ ქალაქში ან ქალაქებში.
და შესაბამისად ასევე აღნიშნეთ ეს გონივრული მისადაგების პრობლემა, რომ როგორც ინფრასტრუქტურულად არ არის ხელმისაწვდომი თუ გამართული სერვის პროვაიდერები, რომ მივხვიდეთ აიღო რაღაცა სერვისი, ასევე ლოკაციურადაც არ არის გონივრულად ალბათ დაფარვა წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. დიდი რიგები, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენ აღნიშნეთ და ეს ყველა პროგრამა, რომელშიც განვიხილეთ, ფიქსირდება როგორც პრობლემად, ანუ მომლოდინეთა სიები ზოგადად და აი ხარვეზები რაც ფიქსირდება უშუალოდ პროდუქტის გაცემის დროს, როდესაც რაღაც კონკრეტული პროდუქტი დამხმარე საშუალება გჭირდება შენ 2 ცალი ბუნებრივად ეს არ ხდება და ხარისხთან აქვს კავშირში პრობლემა და ყველაზე საინტერესო ეს არის რომ რაღაცა ერთი ფანჯრის პრინციპი რაც ახსენე შენ დია რომ ხშირად რაღაც კონკრეტული ადამიანის მდგომარეობა თუ გაცემული რაღაც კონკრეტულად პროდუქტი ავტომატურად შეიძლება იწვევდეს გონივრულ ეჭვს, რომ ამ ადამიანს სჭირდება დახმარება სხვა პროგრამითაც და ასე ვთქვათ, ინფორმაციას ადამიანები ხშირად არ ფლობენ ინფორმაციას რაღაც კონკრეტული პროგრამის შესახებ, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია მეორე პროგრამაზე, რომელიც ასევე დაეხმარება მის დამოუკიდებლობას და ძალიან საინტერესო იყო ის ჩამონათვალი, რომელიც გაგვიზიარი აჭარის მაგალითზე, რაც ბუნებრივია, ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ალბათ ნამდვილად განებირებული არის აჭარის რეგიონი ამ კუთხით, ესეთი ძვირადღირებული დამხმარე საშუალებებით, თუმცა რაც აუცილებელი, ანუ გონივრულად გჭირდება, ხო? სახელმწიფომ 2021 წელს შეიმუშავა დამხმარე საშუალებების მინიმალური სტანდარტი და თუ კი გადავხედავთ ამ სტანდარტებს, საუბარი არის რა თქმა უნდა ინფორმაციის შესახებ, მიწოდება როგორ ხდება, კონფიდენციალობის დაცვა, ვინ უნდა იყოს სერვის პროვაიდერი, ანუ პროფესიონალიზმის კუთხით, თუმცა აქ არსად არ წერია მინიმალურ სტანდარტში, თუნდაც ეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა თუ რამე თუ უნდა იყოს გათვლილი, ხო, ამ მიმართულებით. ალბათ სამუშაო არის ამ სტანდარტთან მიმართებაშიც, რომ დაიხვეწოს, რომ გეოგრაფიული დაფარვა იყოს უფრო გონივრულად ალბათ გადანაწილებული. ერთადერთი პროგრამა, რის ფარგლებშიდაც, ასე ვთქვათ, ჯანმომ შეიძინა ყავარჯნების ხელჯოხები და გადასადგილებელი ჩარჩოები და გადასცა ეს 16 სხვადასხვა სამედიცინო კლინიკას. ეს არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, კონკრეტული პროგრამა, სადაც სერვის პროვაიდერები უფრო მეტია წარმოდგენილი გაცილებით და არაა კონცენტრირებული ერთ ან ორ ადგილას. ესეც პროექტის ფარგლებში, ფაქტობრივად, რაც მისი შეძენაც მოხდა, რაც სტანდარტული ტიპის დამხმარე საშუალება და გადანაწილდა სხვადასხვა სამედიცინო პუნქტებზე ქვეყნის მასშტაბით, ხო? ნუ მას შემდგომ რაც ვახსენეთ ბარიერებზე პროგრამაში ვიდრე მოხვდებით, ხომ არ გახსენდება და ვინაიდან თქვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გაქვთ თემთან, უშუალოდ როდესაც უკვე ჩავერთე პროგრამაში, და არ აქვს მნიშვნელობა აი მივიღე ან ეტლი ან მივიღე ხელჯოხი ან სმენის აპარატი ან ასე შემდგომ, მერე რა ბარიერები გვაქვს, ფაქტიურად პროგრამაში ასე წერია, რომ რეალურად ამით თითქოს კომუნიკაცია თუ თავდება, ასე ვთქვათ, მივიღე დამხმარე საშუალება, всё, ასე ვთქვათ, დასრულდა მომსახურება. კი, წერია სტანდარტში, რომ უნდა მოხდეს ტრენინგის მიწოდება, რაღაც ინფორმაციის, როგორ უნდა გამოვიყენეს დამხმარე საშუალებები, ისიც წერია, რომ თქვათ, უნდა მოხდეს შეკეთება, რაღაც გონივრულ ვადაში თუ კი დაჭირდა ამას, აღსრულება როგორ ხდება ამ პროცესის და რა გსმენიათ, რა ხარვეზების შესახებ. ვადები, ანუ შეკეთების ვადები ხშირად ირღვევა. აჭარის შემთხვევაში დამატებითი პრობლემა გვაქვს, რომ სერვის პროვაიდერი ბევრი არის, ეტლის მიწოდებელი, მაგალითად და კი ყველას უწერია, მაგალითად, რომ 3 წლიანი გარანტია უნდა შესთავაზოთ, მაგრამ რეალურად არ აქვს სათადარი გონაწილები. არც მაგალითად არ თავაზობენ ადგილობრივი მიმწოდებლები, არც ტრეინინგს, არც შეფასება მორგებას, რაც კანონით არის განსაზღვრული. ანუ ვითომ რატომღაც უფრო ნაკლებ თანხა დაწვდიან ეტლს ვიდრე ვაუჩერსია და ამით თავიდან ირდებენ მორგების ვალდებულებას.
რაც ან უნდა რღვევა და პირდაპირ შემოკვეთა უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ თუ არასწორი დამხმარე საშუალება გამოვიყენეთ, შეიძლება გაგვირთულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის მთავარი პრინციპი და მაგათ დეტლი, რომელსაც უბალიშოთ სთავაზობს პროვაიდერი მომხმარებლოს, პირდაპირ რისკია იმისი, რომ ხვალ მას ნაწოლი გაუჩნდეს და დაუმძიმდეს მდგომარეობა. ანუ პრობლემა ეს არის ვადებია და პლუს ზოგიერთ დამხმარე საშუალებაზე შენ თვითონ გიწევს თბილისში ჩასვლა, რეგიონიდან და ესეც პრობლემაა და ზედმეტი ხარჯია. აღების დროსაც ხო გიწევს, შეკეთების დროსაც გიწევს და ეს დატვირთულობა. შენ მართალია თქვი, რომ სახელმწიფოსო არ უწერია მინიმალურ სტანდარტში, რომ ასე დაფარვის არეალი უნდა იყოს, მაგრამ შშმ-თან კონვენციაში წერია, რომ სახთან ახლოს უნდა მივიღოს სერვისი და ჩემთვის ეს უფრო ესე ვთქვათ სარწმუნოა, ვიდრე რაღაც სამწლიანი სტანდარტი და მე ამას მოვითხოვ სახელმწიფოსგან და ვალდებულება აქვს, რომ ეს შემოვთავაზო. რეალურად სერვისიც ვერ პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც გვინდა რა. გასაგებია. მარიამ, თუ კი რამე გვაქვს სათქმელი, თუ აი რაღაცა დიას იმას გავაგრძელებდი, ბარიერებთან დაკავშირებით, რომელიც ახსენე, უშუალოდ სერვისის მიღების დროს, აი ეს შეკეთების ვადები, რომ გადაცდენა ხდება, რომ მასალა არ აქვთ, რომ მოხდეს ადაპტირება დროულად ამ დამხმარე საშუალებების. იცით რა არის, ალბათ ყველას არ ვეკითხები, მაგრამ როდესაც ასე ვთქვათ, სტუმრად მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თემის წარმომადგენელი, ყოველთვის მაინტერესებს თქვენი ხმა, ზოგადად თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს დამხმარე საშუალებებს და რატო ეს ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თქვენი ასე ვთქვათ, ხმა მაინტერესებს მესმოდეს და ამას თქვენ კითხავდით, მაგრამ არ ვარ კითხავდი სერვის პროვაიდერს. ჩემთვის ეს არის საინტერესო და საზოგადოებისთვის, როდესაც საუბრობთ თუნდაც ამ დამხმარე საშუალებებზე და ვთქვათ, საუბრობთ რაღაც სტანდარტების ენაზე თუ კონვენციის ენაზე. აი ყველაფერი ეს გვერდით რომ გადავდოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ყოველდღიურად გვიწევს ცხოვრება სხვადასხვა ბარიერებთან და დამხმარე საშუალებები გვიადივლებს თითქოს ამ ბარიერების გადალახვას, ხო? აი თქვენთვის რაოდენ მნიშვნელოვანია დამხმარე ტიპის საშუალებების პროგრამების არსებობა ქვეყანაში, ოღონ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის უნდა იყოს რა. აი ამაზე თუ შეგვიძლია დავაკომენტაროთ. გამომივით, გეტყვით ამაზე. მე როგორც ეტლის მოსარგებლე ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად ჭირდება ეტლი იმისთვის, რომ ის გადაარგულოს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეტლი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გამოჩნია, იმიტომ რომ ისევე როგორც ადამიანი ფერსაცმლის გარეშე ვერ გავა გარეთ, ისე ვერ გავა მარიამი ვერ იქნება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, იმიტომ რომ ჩემი ფეხებია, ხო? ამით ეტლის დახმარებით ყოველდღიურად გადავარგულდები, ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ და ასე შემდეგ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეტლი, რომელსაც ვიყენებ, კონკრეტულად ჩემს მაგალითზე განვიხილავთ, მაგრამ შემგეცდեք ზოგადადაც ვიტყვი აუცილებლად. ხო, იმიტომ უნდა იყოს ეს დამხმარე საშუალება ჩემზე მორგებული, რომ მე იმ საქმეს ასეთ ყოველდღიურად ვაკეთო ხარისხიანად, სრულყოფილად და თავი ვიქნო კომფორტულად. ხო, როგორ წარმოგიდგენიათ, გეცვათ 5 ზომის დიდი ფეხსაცმელი და ისე იყოს მთელი დღე. ეს ხო წარმოგიდგენელია. ისევე არის ეტლის შემთხვევაში და სხვა დამხმარე საშუალების შემთხვევაში. აუცილებლად ყველა დამხმარე საშუალება უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სხვა შემთხვევაში ეს დამხმარე საშუალება იქნება აბსოლუტურად გამოუდეგარი. მე მქონია შემთხვევა, როცა სასმენი აპარატი ვისჭირდებოდა ერთ გოგონას და დავახმარე ამის მიღებაში. თუმცა ვერ მოიგო სწორად ეს მოდა რაღაც გაურკვეველი ხმები, მოკლედ არ იყო ეს ხო მისთვის მის საჭიროებებზე მორგებული. ამიტომ ყოველთვის ვამბობ იმას, რომ თუ სახელმწიფოს უნდა რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუწყოს ხელი და წესით ეს უნდა გქონდეს იმის საშუალება, რომ გქონდეს ისეთი დამხმარე საშუალებები, რომლებიც იქნება ჩვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული. აი ამის თქმა. მარია, მადლობა. დია თუ დაამატებდი რამე?
პატარა მაგალითს დავამატებ, ერთი სტუდენტის მენის ამ მქონე გოგონა გვყავდა, რომელსაც სტანდარტული აპარატით რაც რიგდებოდა, ანუ საერთოდ გამოუსადეგარი იყო მისთვის და ლობირებით ვიყიდეთ უფრო ძვირადღირებული აპარატი იმისთვის და გოგონამ თქვა, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო, ლექციებზე სიარული დაიწყო, იმიტომ რომ მანამდე დეპრესია ჰქონდა, ეხლა არაც დენს და ანუ საერთოდ სხვა ანუ შეიცვალა მისი ცხოვრების სტილი რეალურად და ანუ რეალურად შეძლო თუნდაც სტუდენტობა და ასეც. სხვა შემთხვევაში რო არ ყოფილიყო ეს დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც ფაქტურად 20-ჯერ უფრო ძვირი იყო ვიდრე სტანდარტული აპარატის ფასი, ის ვერ შეძლებდა სრულფასოვნად ჩათვლას და ისეთ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება დამხმარე საშუალებები და თანამედროვე ტექნოლოგიის დამხმარე საშუალებები, იმიტომ რომ უნდა განვითარდეს ეს სერვისი, როგორც ვითარდება მსოფლიო, ანუ არ უნდა იყოს ჩვენი შეშემოყირები ჩამორჩენილები სხვა განვითარებული ქვეყნის შეშემოყირებისგან, ანუ რაღაც ესე მიმაჩნია მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა დეა მარიამ, აი ფართო საზოგადოებისთვის თქვენი ეს კონკრეტული მაგალითები ძალიან უფრო გასაგები იყო და აი განსაკუთრებით ფეხსაცმელზე, როდესაც მოყევი მაგალითი, მაგრამ დავიწყე ფიქრი, როდესაც ვყიდულობ რაღაც ფეხსაცმელს, რომელიც რაღაც კონკრეტული სეზონის არის, ხო? და შეიძლება შემდეგ სეზონზე აღარ ჩავიცვა. რაოდენ დიდ დროს კარგავ, ვიდრე ავარჩევ ამას და მოვირგებ და რა პროცედურებს გავდივარ, მორგებაზე, გავლა-გამოვლაზე, დაფიქრებაზე, მომწონს ვიზუალი, კომფორტულია არე და მე ახლა წარმოვიდგინე ეტლი, რომელიც სახელმწიფო მაზრავს და მეუბნება ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ მოხდება ამის შეცვლა და მანამდე რაც არის, აი ამას უნდა შეეგუო, თუ იყო ამაში, აი ეს პროცედურები რამოდენ, ვთქვათ, ალბათ საფეხურისგან უნდა შედგებოდეს ჩემთვის, რომ დავრწმუნდე, რომ ის ჩემზეა ნამდვილად მორგებული და მე შევძლებ 2 და 3 წელიწადი ეს კონკრეტული დამხმარე საშუალება გამოვიყენო. ხო, აი ეს ძალიან დამეხმარა მე როგორც არა შეზღუდული შემსგონე პირს, წარმოვიდგინო ალბათ ის ფაზები თუ ბარიერები, რაცაც მანდე საუბრობდით, რომ არაა გონივრული მისადაგება. ახლა უფრო დაგვეხმარა ალბათ მე და ალბათ იმედია ფართო საზოგადოებასაც, რომ წარმოვიდგინოთ პროცესი, როდესაც საუბრობთ რაღაც გეოგრაფიულად არაა ხელმისაწვდომი, თქვენი სასურველი, რა ვიცი, ფეხსაცმელი რაღაცა რომ იყიდებოდეს თბილისში მარტო და მიგიწევდეს ჩასვლა იმისთვის, რომ იყიდოთ, ხო, ესეთი რაღაცა თუნდაც, აი რაღაც კონკრეტული ნივთი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაღაცა ბარიერებით, რაც დავასახელეთ და ზოგადი აღწერებზე ვისაუბრეთ, ბუნებრივია, თხოვნა მაქვს რაღაც შევაჯამოთ რეკომენდაციებით და ეს რეკომენდაციები შეიძლება მიმართული იყოს როგორც, არ ვიცი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ისევე ცენტრალურ ხელისუფლებას, ისევე საზოგადოებას, არ ვიცი, თუ რა გააუმჯობესებს თქვენი აზრით დამხმარე საშუალებების პროგრამას ქვეყანაში, ან რა ღონისძიებებია საჭირო, რომ გატარდეს იმისთვის, რომ ეს პროგრამა გახდეს ზუსტად შეესაბამებოდეს, გათვლილი იყოს აქაც გონივრული მისადაგების პრინციპი, თუ გათვლილი იყოს ყველა ზოგადი კონვენციით არსებული ზოგადი თუნდაც ხედვები და შეთანხმებები. რაში ხედავთ გამოსავალს მოკლედ? მარიამ და დია ორივეს მოგემართებათ, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა და ვინც მზად იქნებით, რომ დავიწყოთ. მე ვხედავ გამოსავალს სოციალურ მოდელზე გადასვლის, სადაც მარტო სამედიცინო საჭიროებები არ იქნება ჩვენი გათვალისწინებული. ზუსტად იმიტომ გვჭირდება სოცმუშაკი ამ პროცესში ჩართვის და შემთხვევის მენეჯერი, რომ სწორად შემირჩიოს დამხმარე საშუალება და ზუსტად ის სერვისი მივიღო, რაც მე მჭირდება და აღარ მექნება ეს ეს ვთქვათ, მრავალი კაბინეტის პრინციპი და ჩემი სოცმუშაკი მოაგვარებს ამ გამოწვევებს. ნუ მე შევხედავ მე ამას. და ერთ პატარა მაგალითს გეტყვით, როდესაც ამერიკაში ვიყავი, ერთ-ერთ უნივერსიტეტში,
იქ იყო ლაბორატორია, რომელიც ამზადებდა დამხმარე საშუალებებს. ანუ მიდიოდა სტუდენტის შეშემო პირი, უყვებოდა თავის საჭიროებებზე, მერე ჯდებოდნენ რამოდენიმე ადამიანი, რომელიც იყო IT-შნიკი, დიზაინერი, 3D მენეჯერი და უბეჭდავდნენ 3D პრინტერზე მისთვის გამოსადეგ დამხმარე საშუალებას, რომელიც მას დაეხმარებოდა სწავლაში. მე ვისურვებდი, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს ზუსტად რაღაც ესეთი პროცესი, რომ ანუ რეალურად დიას და მარიამს ერთნაირი ეტლიკი არ მისცენ, ანუ მარიამს ისეთი მისცენ, როგორც მარიამს სჭირდება, რომ ისეთი ფერის, ისეთი ზომის და დიას ანუ მისი, ანუ ეს არის იყო ძალიან მომეწონა ეს პრინციპი და იყო ძალიან იაფიჯდება უნივერსიტეტმა. ანუ არ არის რაღაც კოლოსალურ თანხებზე არ იყო აქ საუბარი, უბრალოდ 3D პრინტერი ეჭდა, უბრალოდ ახალგაზრდა დიზაინერები, ის ადამიანებსაც ეხერხებოდა ესეთი რაღაცების დაორგანიზება, ისმენდნენ შეშემო პირების წუხილებს იმ უნივერსიტეტში. ჩვენ უნივერსიტეტში რო იყოს ამის საშუალება, ალბათ ბევრი შეშემო პირი ძალიან ბედნიერი იქნებოდა და მაგის საშუალება კი არა ნორმალური პროგრამა არ გაქვს PDF ფაილით, რომ სმენადაკოისა უსინათლო ადამიანებმა სწორად მიიღოს განათლება და სმენადაკოისებულებზე სამწუხაროდ საერთოდ არ ვლაპარაკობთ, რომ საერთოდ არ გვყავს ტოტალურად ყრუები უნივერსიტეტში სამწუხაროდ. აი ეს დამხმარე არარსებობის გამო არის ეს ამბავი. გასაგებია, მარიამ, თქვენგანაც რამე კონკრეტული რეკომენდაციები? მე თანხმობდი ეს აბსოლუტურად. არც კონდიციონერი, იცით, რას ვფიქრობ ყოველთვის და ამას ყოველთვის ვამბობ, რომ სანამ ადამიანი რაღაც მდგომარეობას არ განიცდის ან არ შეეხება ასე პირდაპირ, მანამდე ბოლომდე მაინც რთულია გაიგოს, რომ რა საჭიროებები აქვს ამ ადამიანებს, ხო? მე ამის ერთ-ერთ გამოსავლად მესახება ის, რომ პირველ რიგში ეს პერსონალი ზოგადად ვინც არის ამ სერვისის მიმწოდებელი და ზოგადად სტანდარტის წერის პროცესში შეშემო პირების ჩართულობა ხომ ნამდვილად გაუმჯობესებდა არსებულ სიტუაციას. იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება და როგორ მოვარგოთ ეს სტანდარტები რეალურად საჭიროებებს. ეს ერთი რეკომენდაცია ჩემგან და მეორე კიდე ერთი რაღაც გამოსავალი, რაც მე მგონია რომ კარგი იქნება, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება ამ პროცესებში. და როგორ? მაგალითად, სხვა აპლიკაციის და პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია, რომ აი იმ დოკუმენტაციის გაგზავნა, განაცხადის გაგზავნა, რაც რეალურად ახლა ხდება, უშუალოდ ფიზიკურად უნდა მიხვიდე რაღაც კონკრეტულ დაწესებულებაში, ეს რომ ამის გაგზავნა რო ხდებოდეს ონლაინ ტექნოლოგიების საშუალებით, ვფიქრობ, რომ ბევრ პროცედურას ძალიან გაამარტივებდა. მე მგონია მადლობა მარიამ, რომ შევაჯამოთ რაზედაც თქვენ ორივენი შეთანხმდით, საინტერესო იყო, რომ ნამდვილად ეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი სამედიცინო მოდელიდან განსხვავებით თვლი, რომ უფრო ნამდვილად პერსონიფიცირებულს გახდით ალბათ მომსახურების პროცესსაც, უფრო საინტერესო რომ ორივე აღნიშნეთ ტექნოლოგიების ალბათ და ახალი ინოვაციების ძალა, აი დიას მაგალითი თუნდაც ის როგორ შეიძლება დიზაინერებმა აწყონ ეტლიტრი პლატფორმების სხვადასხვა გამოყენებით, თუნდაც ის რომ შეიძლება ელექტრონული გახდეს საბუთების მიღება, წარმოება თუ რაღაცა დოკუმენტების ასახვა, რაც ნამდვილად გაამარტივებს პროცესს და პანდემიამ გვასწავლა, რომ ყველაფრის გაკეთება ონლაინ თურმე შესაძლებელი არის და ალბათ გადაწყობა ბევრი სერვისიც ონლაინ სისტემაზე შესაძლებელია და მთავარი მესიჯი რომ არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენს გარეშე არ უნდა მოხდეს, რომელიც ეხება როგორც სტანდარტების შემუშავებას, ასევე ალბათ სერვისის განხორციელების პროცედურას ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მე მგონი თქვენგან
დიდი მადლობა თქვენი ჩართულობისთვის დღევანდელ დღეს. თუ რამე შეკითხვები იქნება ბუნებრივი ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ დავალოდებით თქვენ შეკითხვებს დაინტერესების შემთხვევაში და გიპასუხებთ. დიდი მადლობა მარიამ დეა ჩართულობისთვის კიდევ ერთხელ. მე მომდევნო კვირამდე უნდა დავემშვიდობო მშობლისკივრის მაყურებელს და მომდევნო კვირასაც ასევე ძალიან საინტერესო სტუმრებით და საინტერესო თემით, შინმოვლის პროგრამით დავუბრუნდებით ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა.